პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ ისაუბრეს ილია მეორემ და მსოფლიო პატრიარქმა, რომელმაც საქართველოს რამდენიმე საათის წინ დატოვა. კომენტარი მათ სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს. ზოგჯერზე საქართველოში სიხარულით ახსავს ჩამოვდივარ. ამჯერად ჩემი აქ ჩამოსვლა კიდევ უფრო სასურველი იყო, რადგან მოვდიოდი ისეთ დღესასწაულზე, როგორიც არის 2 საიუბილეო თარიღის აღნიშვნა. ვიხარია, რომ ქართველი ხალხი გაერთიანებულია ეკლესიისა და ილია მეორის ირგვლივ. პატრიარქი ილია მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურება სიყვარულს, ერთიანობასა და შერიკებას. ამ ერთიანობაში კიდევ ერთხელ დავრძმოდით, როცა ერთად შევხვდით ძველით ახალ წელს. იქ იყვნენ პატრიარქის სულიერი შვილები, ერთ სავარძელში ისხდნენ პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე. გუშინ საპატრიარქოში გაერთიანებული იყო ეკლესია, ქართველი ხალხი და ხალხის მოყვარული საზოგადოება. გისურვებთ, რომ ეს ერთიანობა სულიერად განვითარდეს და გაყვეს საქართველოს 2013 წელს. ძალა ერთობაში. გუშინ საღამოს მოხდა ისეთი ფაქტი, რომელიც არ ყოფილა 2000 წლის მანძილზე. სამმა პატრიარქმა დაუცა ახალი წელი და საქართველოს და მთელი მსოფლიო. მე მინდა თქვა, რომ კიდევ ერთი შესანიშნავი ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს საქართველოს მომავალზე. ეს იყო გამოვლინება სიყვარულის, პატივისცემის ერთმანეთს. ეს იყო ზეიმი, სულთა ზეიმი.